ცოტა ქვემოდან ვიტყვი რაღაცას. სანამ ჩვენ შევიკრიბებოდით აქ ჰერეთის სტუმრები როცა მოვძანდნენ, ჰერეთული აზრი როცა მოვიდა, როცა მათემ მითხრა რომ ცოტა ჰერეთული სულისკვეთებაც იქნებაო, აფხაზური ხომ არის და არის, გურულიც, იმერულიც, ყველაფერიც და მე ვიცი ერთი რამ. აჭარული ხო ეხლა. მე ვიცი ერთი რამ. ქართველი კაცის მზითვი, უпростоრად ქალის მზითვი. ოდითგანვე იყო ვეფხვის ტყავსანი და რატომ? აფხაზისთვის, აჭარელისთვის, იმერელისთვის, კახელისთვის თუ ვეფხვის ტყავსანი ფასეულობაა, ესე იგი ვეფხვის ტყავსანი გამაერთიანებელია. ერთი რაღაცის ირგვლივ ვართ გაერთიანებული და ეს შოთას გენიალური ნაწარმოებია, რომელიც ყველაზე მეტად აფიქსირებს, რომ ჩვენ ერთი ვართ, ერთი ფესვები გვაქვს, ერთი გენი გვაქვს, ერთი ჯიში, ერთი ჯილაგი გვაქვს და ყველაზე მთავარი კიდევ რაც მინდა თქვა, მაგალითად შექსპირი მთელი მსოფლიოსთვის არა შექსპირი და შექსპირი ვერ გახდა ინგლისის გამაერთიანებელი, იმიტომ აღარ ჭირდებოდა ინგლისის გაერთიანება და ჩვენ შოთამ გაგვაერთიანა, ვეფხვის ტყავსანმა ყველა გაგვაერთიანა. აფხაზი ინგლისელები დღეს შექსპირი. კი, არ იციან, ქართველები უფრო კარგად კითხულობენ სხვათაშორის შექსპირს. და რა მინდა კიდევ თქვა, ძალიან წერა მინდოდა მეთქვა და გადამვარდა გულიდან. პოეზიის ადგილი თვითონ სახელმწიფოშია და არ მინდა პოლიტიკური რაღაცები გამომივიდეს, მაგრამ აი მე-19 საუკუნის მიწურული და მე-20 საუკუნის დასაწყისი, როცა თერგდალეულები წამოვიდნენ, როცა ქვეყანას არ ყავს მეფე, არ ყავს პრეზიდენტი, არ ყავს მმართველი, არ ყავს პატრიარქი, ქვეყანას მართავს ეგზარქოსი და მთლიანად სახელმწიფო ინსტიტუცია არ არსებობს. გზავრის წერილებში მთლიანად ამოწურულია ეს თემა, ხო? მაგრამ ქვეყანას უჩნდება წინამძღვრები. ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ვაჟა-ფშაველა და შემდეგ უკვე გალაქტიონი წამოეწია ამ ყველაფერს. ნუ ახლა წამოეწია, გაასწრო თუ გაეკიდა, კიდე სხვა რაღაცაა, მაგრამ მე მინდა ერთ რაღაცას ხაზი გაუსვა. ამ უმეფო, უპრეზიდენტო, უპატრონო, უპატრიარქო ქვეყანაში პოეზიამ ქვეყანა გააერთიანა. გაბუტულო გლეხიშვილო შეებადაწინაო. ილია ჭავჭავაძე საუბრობს იმ სიყვარულზე, სადაც გლახო ზვინს აგებს, სადაც სიმაღლეებს უსწორდება და იმ სიმაღლეზე ასვლის საშუალება არ აქვს, უფლება არ აქვს იმ სიმაღლეზე ავიდეს და იქიდან ვარდება ქვემოთ. აი ამ სიყვარულზე არის ილია ჭავჭავაძის შემოქმედება. ერის იდენტურობაზე, რომ შენ ჩემო კარგო ქვეყანა, რაზედ მოგიწყენე, რომ აკაკი წერეთელში რომ ღამურამ მოინდომა რაღაცა, თუ თაგონიამ გაფრენა და კაიკაცობა მოინდომა თუ ასე შემდეგ, სოციალური თანასწორობის და იდენტურობის პრობლემა, რომელიც ეს კაცობრიობას უდგას, რომ ჩვენ მე ქართველი ვარ და რატომ რა? მე ვაჟა-ფშაველას სტუმარმა სპიძერი, ან ხმელი წიფელი, ან რა და თურმე ამ ყველაფერთან ერთად სიყვარულიც ყოფილა, თურმე საჭიროდა გალაქტიონმა სქემ მოგვიტანა ესეთი რაღაცა. შავი ზღვიდან სიო მოკრის, ქარი დასწრას იბობოქრის, მე გიცკერი როგორც ოქროს, ჩამოვალს ეს ჩამოვალს. ან გალაქტიონის მოიმღერა სიო. მამას ყველა ვერ იტყვის. მე ეს სიტყვით მინდოდა მეთქვა, რომ პოეზია თვითონ თავისი არსებობით, თავისი სუბსტანციები, თავისი არის ყველაფრით ერთად არის ერთი სხეული, რომელიც ერს ჭირდება, ერის ამოძახილია, ერის სუნთქვა, ერის დღეს არ ვიცი რა დონეზე გადავიდა, სად გადავიდა, როგორ ადგილი უჭირავს, მაგრამ არსებობს 9 ნეტარებიდან ერთი ნეტარება. მესამე ნეტარება არის ნეტარებიდან შიერნი და მწყურვალნი სიმართლისათვის, რამე თუ იქინი განცნე. ვისაც შია სიმართლე, ვისაც წყურია სიმართლე, ის გაძღება. იმიტომ რომ სიმართლე არის ღმერთი, სიმართლე არის სიმართლე და ეს სიმართლე არასოდეს არ შეიძლება სადღაც გაიქცეს. ვერც Facebook-ი თუ Twitter-ი თუ ადნაგრა ვერაფერი ვერ შეცვლის იმას, რასაც წიგნის სურნელი ქვია, სადაც უნდა ჩაყვინთო და ჩაღრმავდე და სანამ ამოვიდოდით საუბრობდით დოჩანაშვილს აქვს ძალიან ლამაზად ნათქვამი რომ
ციგნიერება არის რომ შეყვარებულ შორისო იყო საძილე ტომარაშიო და არ იყო ზედმეტიო სრულიადაც არ იყო ზედმეტიო იმიტომ ავტორმა ასე იმებაო იმიტომ შენ მართლა იმ ორ შეყვარებულ შორის ხარ და სადღაც ვიძვრებიან შენც ვიძვრები სადღაც შუქი აინთება შენთანაც ინთება ესე იგი შენ ნაწილი ხარ ამ ყველაფრის რასაც პოეზია ქვია რასაც პროზა ქვია და რასაც კლიენტ შემოქმედება ქვია მე ამ ყველაფერს იმიტომ ვამბობ რომ ასე მინდა ვიყო ასე მინდა ვიცხოვრო ასე მინდა მოუკვდე რატომ იცით აი ყოველ წაკითხულ ნაწარმოებში საკუთარი თავი აღმომიჩენია და ხან მოღალატე ყოფილვარ ხან მოყვარული ყოფილვარ ჩემი ქვეყნის ხან ლაჩარიც ყოფილვარ და ხან რაინდის მგონებია ჩემი თავი და ეს არის ზუსტად შემოქმედების დანიშნულება რომ შენ დაგანახოს შენი სინამდვილე რომ სად ხარ რა გინდა რა გიხარია რა წინს რა გტყივა აი ეს არის შემოქმედების დანიშნულება. აი მე მაგალითად კონსტანტინე განსაფურდიას დავით აღმაშენებელი რომ წავიკითხე, სურვილი გამიჩნდა რომ იქ ერთი შიკრიკი უფრო აგენტი არის, სიტყვა იქორა, კუზიანი კაცი, რომელიც ისე მაგრად მუშაობს, რომ ისეთი უშიშროების სისტემა აქვს, რომ სურვილი გიჩნდება, რომ სიტყვა იქორა ვიყო და ვიყო იმ დროში და ეს ძალიან გენიალური მიგნებაა ჩემი აზრით, რომ ხელოვნების, შემოქმედების, პოეზიის, პროზის, მუსიკის, მხატვრობის დანიშნულება ის არის, რომ საკუთარი არსებობის, თანაარსებობის და თანაგანცდის სიყვარული გაგიგვიდეს. მე გისურვებ თქვენ ყველას ძალიან ხმამაღალი რომ არ გამომივიდეს ეს საუბარი, ჩემი მხრიდან რაღაცა რჩევა, ჩემთვის არ ფაქტია თქვენ რა გიჩიოთ. მე გირჩევთ რომ აი წიგნი უფრო მეტად შეიყვაროთ, აი ჩაყვინთოთ აი წიგნში და აი იმ სიხვითლეში, ან გაყვითლებულ ფურცლებში იცხოვროთ. ოღონდ ისე არა რომ მარტო ფურცლებში რომ გადმოიტანოთ და აი დაამთხიოთ მთელი სიყვარული, რასაც ეს გორამ და ჩანაშილისნაირი გენიოსები წერენ და აკეთებენ. აი ვაჟა ილია აკაკი და galaktioni და ასე შემდეგ ქვია. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისათვის, ძალიან მიყვარხართ. გაიხარეთ. დიდი მადლობა. Also,